ესე იგი ეხლა აი აქ დარეცხილი მაქვს ჭურჭელი და უნდა დავიწყო მაცივარი და ველოდებოდი ეს ჭურჭელი გამშრალი იყო. გამოიცადეთ იყო. და მინდა რომ შევალაგო ეს ჭურჭელი რომ აქ მე მაცივრის შუშები დავალაგო. მაგრამ თან მინდა რომ გითხრათ რომ Instagram-ზე ვისაც არ გაწერიათ სახელი. არ ვიდოთ სურათი და არა ერთი სურათი მე რა ვიცი ვისი სურათია. ანუ ფეიკი გვერდები როცა მიმატებენ მე მათ აუცილებლად ბლოკავ. არამც თუ შლი, არამედ ბლოკავ, იმიტომ რომ მე არ მჭირდება ახლა ეგეთ გაურკვეველი წარმომავლობის ხალხი იმაზე რა ქვია, ჩემს გვერდზე. ასე რომ ეს გაითვალისწინეთ, თუ არ არის თქვენი რეალური გვერდი, მე არ მჭირდება ესეთი ადამიანები და ყოველთვის დაიბლოკებით, არამც თუ წაიშლებით, არამედ დაიბლოკებით. დღეს ესეთი 3 დავბლოკე. ნოლი გამომწერი, არა ყავს არანაირი გამომწერი, ახალი შექმნილი რო აქ აი 2 დღის შექმნილი ვერგოა. Laude! აი მე მამი ხალი გადავივლე და ლიზა წინ დავიყენე იმაზე რა ქვია დავიჯინე ვანის წინ სხვა გზა მქონდა და ეგრე ვიბანავე გადავივლე ტანზე თავი ძალიან დასაბანი მაქვს მაგრამ არ დავიბანია იმიტომ რომ თმების შეღებვას ვაპირებ ამ დღეებში ალბათ ხვაო ან ზეგ ვნახოთ ალბათ ხვას და ნუ არ მინდოდა ბარემ შევიღებავ და მე დავიბან თქო ესე ვიფიქრე აი მე და არ ვიცი ამ ახალ წელს როგორ რას ვიზავ, როგორ რას მოვასწრებ, რას დავაკეთებ ამ ბავშვთან ერთად. არც მინდა რომ ისე, ანუ ჩემ ოჯახში ეგ არასდროს არ მოხდება, რომ მაშინ როგორ ჩარშან ცუდად ვიყავი, მარტო მაშინ თუ მოხდება, რომ მე არაფერს არ გავაკეთებ. სხვა შემთხვევაში ჩემ ოჯახში ახალ წელსაც ყოველთვის იქნება სუფრა და ნებისმიერ დღესასწაულზე ესე ვთქვათ. ზოგჯერ დიდი სუფრა, ზოგჯერ პატარა სუფრა. ანუ არ იქნება ისე არასდროს, რომ მე არ გავაკეთო. მაშინ უნდა ვიყო ცუდად, ძალიან ცუდად, რომ მე არ გავაკეთო. მაგრამ თან აი თმა ხომ აქ სასწაულად. თან ლიზას ამბავში აი არ ვიცი, რა მართლა არ ვიცი, როგორანაირად რას ვიზავ. მაგრამ ვიზავ აუცილებლად, მაგრამ რის ფასად ვიზავ ეს არის. რის ფასად დამიჯდება ეს ყველაფერი. მაცივარი გვაქვს ძალიან დასალაგებელი. არამც თუ აი ყოველთვის ზედაპირულად წმინდავ ხოლმე, გამოვალაგებ თაროებს გავწმინდავ და ისე ვალაგებ ხოლმე პროდუქტს და ესე გენერალურ გარეცხვალს რასაც ვიძახით ხო? აი ნახეთ ახლა. ეს უნდა გამოუწმინდო, ესენი შევალაგო უკან. ეს უნდა გავრეცხვა აუცილებლად. ყველაზე სწრაფად ეს უნდა გავაკეთო, იმიტომ რომ რო არ გაღო ეს პროდუქტი. მავიწყება მე რომელია დროჟიანი და რომელია იმის უნდროშო ხინკლის და პილულის და მე აი გააღო აღმოჩნდეს რისთვისაც გინდა ის არ იყოს გინდოდეს ხინკლისთვის და გააღო იმისთვის რა ქვია თუმი აღმოჩნდეს ხაჭაპურის თუმი ხო და აი სტიკერებმა უჭოლის საყიდები
ამოიღო სახში. ხოდა ეს ეს ჩემი ბუფთან ეს მოგონი თუ არა არის ესე ვყინავ ხოლმე ბუფთას ბრინჯია შეგნის სუნელები და ვაკეთებ ხოლმე ხან სუპსამით ხან უბრალოდ მაკარონისთვის საწებელში ვაკეთებ და ეს თევზი კრევეტები ეს თევზი კრევეტები დარჩა ესენი დარჩა. აი იმისია და ხაჭაპურში წავა ახალ წელს. ამიტომ ეხლა ამას შევალაგებ, ოღონდ თქვენთვის იქნება აჩქარებული კადრი, რომ ძალიან მოსაწყენი არ იყოს ამის ყურება. პირველ თარაზე ვაპირებ რძის პროდუქტების განლაგებას და მაქსიმუმ კვერცხიც კიდე. სანამ მე აქ საქმეებს ვაკეთებ, აქ ამას ლილე ართობს, მაგრამ თან ისიც ტვინს ჭამს. ეთამაშება, მაგრამ მაინც წუწუნებს, იმიტომ რომ 6 საათის მერე არ ძინებია, 6 საათზე გაიღვიძა. ეხლა ხდება 10 კი არა, 11 დაიწყო უკვე. 3ჯერ ვეცადე დაძინებას, რომ 3ჯერ ვეცადე რომ დაეძინა და მე მიმეხედა საქმისთვის, მაგრამ ამან არ დაიძინა არც ხელში, არც კალიასკაში, დაჭამა მას ისეც, ასეც არაფრის დიდებით არ დაიძინა და მიწევს ახლა ხან ამასთან ყოფნა, ხან საქმის კეთება. რო არ გავაკეთო, პროდუქტია მოსატანი εν რაოდენობით. ხო და ბინძ უმაცივარში ვერ შევალაგებ, ხო ალბათ ყველა ახარისხებთ მაცივარს. ხო და რო არ დამეხარისხა, არ გამოვიდოდა რა. არ ნუ ეხაც პროცესში ვარ. და აი ამ საგიჟეთში ვაკეთებ ყველა. იტყვით ალბათ რა ძალა გადგიაო, მოდი. არ გააკეთო არაფერი, მოდი, მაგრამ არ შემიძლია, ახალი წელია. ჯანმრთელები ვართ, კარგად ვართ და როგორ არ ყუმივით ხო არ ვიჯდებით. სტუმარიც უნდა მომივიდეს და უნდა წავიდე კიდევ, აბა ეხლა თუ არა, მე ჩამდებენ 4 წელში. 100 წლის მერე და მეც მეყოფა ყუმივით წოლა და სიბნელეში ყოფნა. უბრალოდ ეხლა ეს ვიღლები და თქვენ გიზიარებთ ჯერმოციებს და უნდა გააკეთოთ. ეხლა თუ არა, აბა როდის? როგორც იქნა დავაძინე ხალხო, აი ხელები ჯერ წევისგან აღარ მივარგა. 11 საათია 12 დაიწყო, ნუ 12-ის 2-3 წუთია. 6 საათზე გაიღვიძა, ხო გეუბნებით, მის მერე აღარ ძინებია. ეხლა კი დავაძინე, მაგრამ რამდენი ხანი ეძინება კაცი არ იცის. მაგრამ უკვე აღარ მეშინია, იმიტომ რომ სოსო მოდის და რომც გაიღვიძო, სოსო მიხედავს, მე აი ეს უნდა მივიყვანო ბულომდე. ნახეთ რა ხდება. დემე მოგახარები. არა დემატრო ყურა შენ ტრანსიმონიას. ამიტომ გავაგრძელოთ ახლა ამ საქმის კეთება და ბოლომდე მივიყვანოთ. ახალი დღე დაიწყო, დღეს არის 29 დეკემბერი და მივდივართ სახალხო საყიდლებზე, ხო? ხო. არა უშავს, წვიმიანი ამინდი გვაქვს, მაგრამ არა უშავს. სუთაჰაერზე გამოვედით. მანქანით მივდივართ. სუსუაწყობს კალიასკას პროსტა სხვაგან არის დაპარკინგებული მანქანა და იქამდე წავალთ ფეხით.
წავედით. გადაღება ხალხო და თან რაღაცების ყიდვა, იმიტომ რომ ძალიან სწრაფად შვებით ყველაფერს თან სოსაც ეჩქარება უნდა იმუშაოს და თან ვეძებ და მოკლედ რა. რასაც შევძებ, არ მიწყინოთ. მაღაზიიდან კადრებს ვეცდები რომ გადავიღო. Homie ვერ ვიყიდე. ფენოვანი. მაგრამ მე მგონი აღარც ვიყიდე, იმიტომ რომ ხვანაირად გადაწყდა. რაღაცების კარგითება ხვანაირად გადაწყდა. და ხილი დაგვრჩა, ძალიან ისეთ ნაწილმანები ვიეძახოთ და кайფული წავა, მაგრამ ზოგადად რომ მე დარჩა. თითქმის კომბოსტო ხო, კომბოსტო იყო, მაგრამ არ იყო სატორმე კომბოსტოები და იმედია ვიშოვი სატორმე კომბოსტოს და ძალიან ვნანოფრო ერთი კვირით ადრე არ ვიყიდე. ლიზას რა თქმა უნდა არ ძინავს. ვარწია 2 საათი, მაგრამ არ დაიძინა. ესე იგი აქ არის ახლა ჩვენი პროდუქტები, რაც მოვიტანე. ცოტა შევატყიებთ. ეს და თან შევალაგებ ხო პროდუქტები და უწყობ საჭმელი. ხებშები ვერ ვიყიდე, ვერ მოვასწარი, იმიტომ რომ ლიზას ჭამა უწევდა და იმ მაღაზიაში სადაც ხებშები მინდოდა მეყიდა, ვერ მივედით, ვერ მოვასწარი ისო. რამეთი დოლარი და 35 ცენტი დაეწერა ეკრანზე და რა ვიყიდეთ ახლა ამ ფასად, ხო $100 ესე ვთქვათ. ბადრიჯანი 2, 4, 6 ცალი. დიდი ბადრიჯანი, ხედავთ რა ზომაც არის. საქონლის 2 შეპრა ხორცი. და ფარში 2. ბარკლები და გადანახსნის ნაჭრები რა, აი ძვლიანიც როა და შერეულია. ეს 2 ცალი. ამათ ორივეს შევწვა და ბაჟეში არ ჩავალაგებ, ვისაც უნდა მე დაისხავს ბაჟეს. 2 დიდი ბანკა საწებელი 680 გრამიანები. 2 ცალი. 2 ცალი მიგოზი. 454 გრამიანები ბადრიჯნისთვის მინდა და ბაჟესთვის დამრჩება, მაგრამ მე მაინც 2 პაჭკა ვიყიდე. ზეთი კიტრის მწნილი, გაროხი, კარტოფილი, 3 კონა ქინძი,
3 ცალი ხახვი, იმიტომ რომ სახში მაქვს რამდენიმე ცალი ხახვი და 3 დავიმატე მარტო. 1 ცალი წიწაკა. 2 თავი ნიორი და პილპილი. შემდეგ ვიყიდე ქვაბი, მოკლედ ეს არ ვიცი, აი ესენი ყველაფერი დაждდა უნდა არ ვიცი და ცალკე ფასები თუ ხო აწერია მიმგონი ზოგიერთ კი რასაც აწერია გეტყვით, იმიტომ რომ სოსონ გაატარა ეს აი არ ვიცი რამდენი დაждდა. კიდე ეს ყველაფერი დაждდა 100 ასევე $100 დაждდა ეს ყველაფერი ახლა რასაც განახებდა. ანუ ჯამში დღეს $200 დავხარჯე. ეს დიდი დაფა, რომელიც ძალიან ჭირდება, იმიტომ რომ მე მაგ ძალიან პატარა. განახებთ რა ხელა გასხავება. სულ მეპნევა ხომ, მithumetes ბადრჯანს ვერ სავჭრიან რაღაცა ეგეს და ამიტომ დიდი ვიყიდე. ეს $12, $13 ღირდა აი ეს დაფა. ვიყიდე ქვაბი. ღირდა $20. ესეთი ქვაბი მოდი გავხსნიათ. ისე განახებთ არ უნდა გავრეცხო მაინც და. ყოვლის ქვაბი მაქვს. ისე იშვიათად ვიყენებ, მარტო ტოლმას ვაკეთებ იმ ქვაბში. მეც არა. და თუ ბევრ ხინკალს ვხარშავ იმაში, სტუმრები თუ მყავს მაშინ, რომ იმ ქვაბს მაშინ მაგდამ რომ მაჩუქა თუ გახსოვთ დიდი ქვაბი, მარტო მაგიაში ვიყენებ. ტოლმაში და 1001 ხინკალს თუ მოვხარშავ და ეს ვიყიდე ახლა აი ოსტრი რო გავაკეთო. ისეთი გამოიყურება. არ არის გადამრიე ხარისხი, $20 ღირს მეტი არა, კაი ხარისხიანს. კაი ფასია, მაგრამ მე მეყოფა ახლა სახშიდან. მე მუშაობას დავიწყებ. უმაგრეს ჭურჭელს ვიყიდე, თუ გავაკეთე ამ ქვეყანაში საბუთელი. $6 მიცა სოსო მიყიდა ეს. სოსოს სუნდოდა. არყის ჭიქები. მე 5 თვინახავ ხოლმე, მე 6 ცალია შიგნით. აი ესეთი 4 კუთხედი ფორმა აქვს და 6 ცალია შიგნით და ძალიან ლამაზია, მე ძალიან მოვწონს. ხორცისთვის ვიყიდე დანა და კარტოფილისთვის და ესეთ რაღაცებისთვის. ძალიან დაძველდა ჩვენი დანები. ასევე ვიყიდე წვენის ჭიქები. მე წვენის ჭიქები მქონდა, მაგრამ გატყდა ხმარებაში. და მაკლდებოდა და ვიყიდე ესეთი რამდენი ცალია შეგნით. 8 ცალია შეგნით. ეს ფერი იმიტომ ვიყიდე რომ ღონის ჭიქები ამ ფერში მაქვს და არ გამოდიოდა სხვა ფერი. აი ზუსტად ასეთ ფერში მაქვს ღონის ჭიქებიც ფეხიანი და ესეთი წვენის ჭიქები ვიყიდე. 8 ჭიქა ეს $6. 8 ცალი შუშის წვენის ჭიქა. შევიძინე რომ საჩუქრები მოვრთო, ჭვიალები ეხლა არ ვიცი მან და არ ჩანს კარგად, მაგრამ ეს ჭვიალი ლენტებივით ესეთი ლილეს საჩუქრისთვის. ეს შევიძინე მოსატრიალებელი გადასატრიალებელი და ღირდა $6. 2 შეკვლა საფეტკი, ნახეთ რომ მაგის აქვს. შუქსი აი ესეთი 2 ცალი. ამას არ აქვს დაკრული და აი ესეთი ბანტები მაგდა საჩუქრები და ანდრეასი მოხდა შევხუთოთ და ეს და ლილეს უყიდა რა თქმა უნდა სათამაშო სოსი. ეს ყველაფერი დაждდა $100. ესე ჩემო ძვირფასებო, წავედი ახლა მე დავაბინაო ესენი და შემოგიერთდებით როგორც კი რაღაც საინტერესო ამბავში ვიქნები მზადებაში. ნეტა თქვენ იმ დიასახლისებს, ვისაც დამხმარე ყავთ სახლში. და ახლა ორნი აკეთებთ საქმეს და არა ერთი, ჩემსავით და +4 თვის ბავშვი რო ყავს. სახლის ეს ჭურჭელი დავრეცხე. ეხლა უნდა დავრეცხოთ დღეს რაც ვიყიდე. ლიზას ძინავს უკვე 1 საათია, მანამდე მე ეს საქმეები რაღაცა თქვენ გარეშე გავაკეთე. პარალელურად ლიზას სარეზხს რეცხავ, რომ ხვალე გაღანქონდეს გასაკეთებელი, ასე რომ დავიწყოთ. არ ვიცი, მაზუხისტი ვარ. აქ მინდა დაეწეროს მაზუხისტი. მაზუხისტი ვარ საკუთარი თავის. Okay.
შევკიდებ და გაშრება მალე. ხვალე დღეს ღამე ჩამოიწურება. მოგესალმებით ძვირფასებო, კიდევ ერთხელ ამ ვლოგში. დღეს არის 29 დეკემბერი. ეხლა ძლივს მოვედი გადაღებამდე. პირველი კადრია, ხო? დღეს არ გადამეღია არაფერი.
გოგოებთან ერთად მქონდა ქოლი და რაღაცები გავაკეთეთ ერთად ქოლის მეშვეობით რა. ანუ იქ ცოტა ვლაპარაკობთ და საქმეები ბევრი მარტივად და ხალისიანად კეთდება უფრო. ლიზას დღის 12-ის ნახევრის მერე არ დაუძინია და ეხლა დავაძინე. ეხლა არის ზუსტად რო გითხრათ საათი მოიცადეთ. 5 საათია. წარმოიდგინეთ დღის 12-ის ნახევრის მერე არ დაუძინე და ეხლა დავაძინე. იმედია რომ დიდხანს იძინებს ცოტა რომ საქმეები მოვასწრო. მე რა გავაკეთე დღეს ამასობაში. აი ეს კომბოსტო მოვწალე. ეს გავაკეთე უკვე მისთვის ადრიჯანს რო წავუსვა, ეს გავამზადე, ერთი როცა ვლაპარაკობ, ნუ მივარდები პირში. ეს გავაკეთე და ასევე მოიხარშა უკვე ვინეგრეტის მასალა. ეხლა რა გვაქვს დღეს კიდე გასაკეთებელი, ოსტრი აუცილებლად დღეს უნდა გავაკეთო. ვინეგრეტი დღეს უნდა დავჭრა, დავყარო და მაიონეზს ან დღეს გავუკეთებ საღამოს ან ხვალ არ ვიცი ზუსტად. ტოლმის ფარში მაქვს შესაძავებელი და გადასახვევი ტოლმა. ეს ან მაქსიმალურად დღეს უნდა მოვიშორო ხა რაღაცეები და ხვალ უკვე დღეს სახლის საქმეებიც მინდა გავაკეთო. სახლის მინდა დავალაგო, გაზი. რო განახებთ, რომ არ იფიქროთ, რომ რამეს ვაზვიადებ. აი განახებთ ჩემი სახლის მდგომარეობას. აი ნახეთ, ეს მდგომარეობა მაგიდასთან, მაგიდაზე. აქეთ ეს მდგომარეობა არის, ჩემო ბატონო, იქეთ ის. აქეთ ეს ჭუჭე შესალაგებელი. ეს კაკალი ბაჟესთვის მაქვს გარეცხილი გამზადებული. აქეთ ეს გაზის მდგომარეობა არის ესეთი, პრობლემა არანაირი არ არის. გამწოვის აი ესენი მაქვს გასარეცხი. ნახეთ რა მდგომარეობა, აუცილებლად ამანაირი ბინძური თუ მე ახალი წელი ჩემ ოჯახში არ მოვა. ლილეს რო თახსე ხო აი ლაპარაკი ზედმეტია, ნული. აქ ძის სარეცხი მეყრია. აქ ვანაში შეხედეთ, ვანა კი გავხეხე, მაგრამ მეტი რავი იატაკი მოწმინდე. ეს ამაქვს გასახეხი, ის გაწმენდილია, სარკეები გასაწმენდი მაქვს, აქ სარეცხი შრებოდა, ეხლა მეორეც უნდა ჩავთო და ეს ამბავია, ის გასაცლილი ეს სარეცხის ვედღა და ეს ამბავია, ესენი თუ არ მივალაგე ხა ჩამოთახში ლიზას ძინავს და ვერ შევარ, მაგრამ იქაც ესეთი მდგომარეობა, ანუ მოხირა დღეშია და დრო კიდე მხოლოდ რავი რამოდენიმე საათი მაქვს ეხლა ხომ და დავიძინო თან ეხლა რა ვიცი ელემენტები არ მეცვლება თორე რომ ეცვლებოდეს ახალ ჩავიცვალდი იმ დამჯდარს ამოვიღებდი უფრო ბევრ საქმეს მოვასწრებდი მაგრამ სამწუხაროდ არ მეცვლება საჭირო რომ დავიძინო გუში მაგალითად მეძინა ღამე 5-ზე დავიძინე დილის და მოღონდ ლიზას გამო 5-ზე დავიძინე დილის და მეძინა 8:30-მდე და მე ვის ნახევარზე სოსომ დამაძინა და მეძინა 12:30-მდე. ხო, ასე რომ აი ესე შუადელში მე. მაგრამ საჭიროა, ახალი წელი საჭიროა, მოდის ახალი წელი, ახალი იმედები, ახალი სურვილები, ახალი ცოცხლები ვართ, ხალხო, ცოცხლები. ამით თავს ვიმქნევ. ასე რომ წავიდით ახლა დავიწყოთ იმედი მაქვს რომ ეს ვიდეო ბევრს წაგახალისებთ, იმიტომ რომ 31-ში დაიდო როგორც ხედავთ და რამოდენიმე საათით ადრე სანამ ახალი წელი დადგა თქვენთან. ხო და იმედი მაქვს რომ აი თან ფუსფუსებთ და თან ჩემს ვლოგს უყურებთ და თუ ასე ვინმე ხართ და ფუსფუსებთ და თან ჩემს ვლოგს უყურებთ, კომენტარებში დამიწერეთ აუცილებლად რაიმე საჭმლის სტიკერები. არ აქვს მნიშვნელობა სუპის სტიკერი იქნება თუ პილმენის სტიკერები იქნება თუ არეიქ ფუდის სტიკერები ნაყენის იმის არ აქვს მნიშვნელობა საჭმლის სტიკერები დამისტიკერეთ და მივხვდები რომ აქამდე უყურეთ და თან ფუსფუსის დროს უყურებდით ჩემს ვლოგს. ასე რომ წავედი ახლა გავაკეთო საქმეები უკვე ჩემი ლაპარაკის გარეშე პლუს ამას დღეს ეს ვლოგი თუ არ დავამონტაჟე 31-ში ეს ვლოგი არ დაიდება, ამიტომ დღეს თან ვლოგიც უნდა დავამონტაჟო. და წავით ახლა მივხედოთ საქმეს და თან ცოტა წაგეჭრაობით, თან მუსიკას დავადებ, თან გადავახვევ ცოტას რომ ძალიან დიდი არ გამოვიდეს. მოკლედ ძალიან მაგარ წერს გისურვებთ და ამას კიდე ბევრჯერ ვიტყვი ამ ვლოგში. ასე რომ დედიკოება ვინც განსაკუთრებით მარტო ხართ და მარტო აკეთებთ და მარტო ფუსფუსებთ, მარტო არ ახართ, მე თქვენთან ერთად ვარ.
ეხა უკვე 6 დაიწყო და აღმოჩნდა რომ ამ ქაოსში და ამ მასში დამოვიწყდა საქონლის ფარშის გამოღება ტოლმისთვის. მარტო მან ხორის ფარში დაბლა რაც გუშინ ვიყიდე არ გამიყენია. საქონლის ფარშის გამოღება დამოვიწყდა და უკვე 6 საათი დაიწყო. ის დღეს არ გალღვება. ხვალემდე ვერ გადავდებ ტოლმას, იმიტომ რომ შანსი არ არის ხვალ ესეთი ძირი საჭმელები მოთქვა. ამიტომ ერთი ცალი საქონლის ხორცი დაჭერე ასეთი ხორი ვიყიდე, ერთს დავაბლენდერებ ლავქნა. და გამოვიყვან ფარშს და ასეთი ერთით გავაკეთებ ოსტრს. ძალიან ცოტა ოსტრისთვის ეს. სოსომ თუ შეძლო ერთს წარმოვაღებინებ, მაგრამ შეძლებს თუ ვერ შეძლებს უშუალოდ არ აქვს, მომიწევს მე თვითონ გავაკეთებ ფარშში. ძალიან სამწუხარო რომ დამავიწყდა. საერთოდ არც კი გამხსენებია, ფარში უნდა გამომეყო გუში. ესე იგი, მოვრჩით
როგორც ხედავთ პატრიჯანს და უნდა გადავიდეთ ახლა ვინიგრეტზე. ვინიგრეტზე გადავდივართ და დაგვრჩება მერე მარტო ოსტრი. Tulatsiyoda, tetritsidan pirkis natsvat kampetები ცვიოდა. Gare tovda, მაგრამ სულ არ ციოდა, tetritsidan pirkis natsvat kampetები ცვიოდა. Gare tovda, gare tovda. სიმღერა საქართველოში ჩემთვის საქართველოში. რა დედა? აი ეგ სიმღერა. საქართველოში თუ უსმენდი? ხო. მე პირველად გუშინ მოგასმენინა ეს სიმღერა. ლაო დედა. რაო დედიკო. თოვლის პანტელებო, თეთრად რომ დაფარეთ გზები. ყველგან ჩერდებით ამ ხელის გულებზე, ასე მალე რატომ ერთი დამჭა. ყოჩახდე. ფიფქებო, კატკატა ფიფქებო. ფიფქებო, კატკატა ფიფქებო. თქვენი მოსვლა მე რომ ასე მიხარია, არიცით ალბათ. მინდა მოგეფეროთ კატკატა ფიფქებო, ცოტა ხნით ნურსად ნუ წახვალ. ფიფქებო, კატკატა ფიფქებო. Pipkebo, კატკატა ფიფქებო. მე რომ ასე მიხარია, არიცით ალბათ. დემორჩი. მინდა მოგეფეროთ კატკატა ფიფქებო, ცოტა ხნით ნურსად ნუ წახვალ. ფიფქებო, კატკატა ფიფქებო. ფიფქებო, კატკატა ფიფქებო.
ho, Merry Christmas! Ho, 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 Merry Christmas! Ho, 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 Merry Christmas! ესე ნაძვის ხის ფონზე დასრულდება ეს ვლოგი. სამწუხაროდ მიწევს დასრულება, იმიტომ რომ დღეს ფიზიკურად ვერ მოვასწარეთ დარჩენილი საჭმელების გაკეთება. ხვალ 31 დეკემბერს დავამთავრებ ყველაფერს და ამ ყველაფერს როგორ დავამთავრებ და როგორ შევხვდებით ახალ წელს, ყველაფერს ნახავთ შემდეგ ვლოგში. თქვენ კი რამოდენიმე საათში დაგიდგებათ ახალი წელი. საქართველოს დროით ეს ვლოგი საღამოს 7 საათზე დაიდო, არ ვიცი თქვენ რომელ საათზე უყურებთ ახლა, მაგრამ მოკლედ, გილოცავთ დამდეგს ჩემთვის და 2025-ში დარჩენილი იყოს თქვენი თითოეული თქვენგანის ცუდი ამბავი, პრობლემები, ცუდი განწყობა, ცუდი ადამიანები და 2026 წელს მოიტანოს თქვენთვის ყველაფერი საუკეთესო და რაც მთავარია ჯანმრთელობა. დროებით და ძალიან მალე შემოგთავაზებთ შემდეგ ვლოგს. ნახვამდის.